ფაქტიურად რვაში რო გამოაცხადა, რვაში მოვიგეთო და ჩვენ მოვიგეთ. ეს ძალიან უშუალოდ, სხვა შორის ამასაც კარგია რომ გამახსენე, ამასაც მინდო და მეთქვა რომ აქ რაღაცა დაიწერა ბევრი ისა რომ როგორ ესე იგი ფაშის ებრძოდნენ, რა ვიცი, ჩვენი ბაბუები და არაფერი ფაშს არ ებრძოდნენ, ესე ჩვენი ბაბუები და ისინი ვინც ომში იბრძოდა, ისინი ასრულებდნენ ძალიან მარტივად საბჭოთა საქართველოს ოკუპაციური ხელისუფლების ბრძანებას არ შეასრულებდნენ და უბრალოდ დახვიტავდნენ. ანუ არანაირი შეგნებული ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ. კი ისინი იბრძოდნენ რა თქმა უნდა თვითგადარჩენისათვის რაღაცა საოცარ რაღაცები გააკეთა, ალბათ დარწმუნებული ვარ ამაში, მაგრამ ეს არ იყო არანაირად ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა შეგნებული, ისე მაგალითად აი როგორც ევროპელები იბრძოდნენ, აი როგორც ამერიკელები იბრძოდნენ, ეს იყო ერთმნიშვნელოვნად ოკუპაციური ხელისუფლების მიერ გარეკვა იმის საქართველოს მოსახლეობის საბრძოლო პოზიციებზე, სადაც ისინი დაიხოცნენ და პირიქით, ესე იგი იმ დროს იყო მოძრაობები, როდესაც გერმანიის ხელისუფლების გერმანიის გამარჯვება ამოქმნებოდა როგორც საქართველოს განთავისუფლების ერთ გზად და აქტიურ გზად, რა. იმიტომ რომ ვერმახტი არსებობდა ქართული შენაერთები, ესე იგი დიდი რაოდენობის ქართველები იბრძოდნენ იმის იმაზე, გერმანიის წინააღმდეგ, თუ ვინმე იდეურად იბრძოდა, ვინმე ქართველი იდეურად იბრძოდა ამ მეორე მსოფლიო ომში, ეს ის ქართველები იყვნენ, ვინც იბრძოდნენ საქართველოს განთავისუფლებას რუსეთისგან, გერმანიის მხარეს. და არა ისინი, ვინც იბრძოდნენ რუსეთის მხარეს, ანუ საბჭოთა კავშირის მხარეს გერმანიის. შეეცადეთ რა ცოტა რაღაცა ისე შეხედოთ, ობიექტურად გაიგოთ რას ამბობს ახლა გიგი, იმიტომ რომ ძალიან ადვილია ახლა ისა რა ქვია. შეწინააღმდეგ მე ახლა დრო რო გავიდა ძალიან კარგად მესმის ბაბუაჩემის ძმის ბაბუა ფაქტობრივად რომლის ხელშიც გავიზარდა ის იყო ომის მონაწილე ბერლინამდე არა და საშინელი ცუდი დამოკიდებულება ქონდა აი ზუსტად ის დამოკიდებულება ქონდა როგორც შენ იმიტომ რომ ეთყობა არ უყვარდა ამ ომზე ლაპარაკი როდესაც რუსულ კინოებს აჩვენებდნენ ომზე ფურთხებით გადიოდა ოთახიდან და რაღაცა ესეთი ის იყო და არ მესმოდა მაშინ რაშია საქმე და აი ზუსტად ის არის რასაც შელაპარაკობ რა ხონტო ესე იგი არავის არ უკითხე არაფერი ნებაყოფლობისობა არ იყო ესე იგი ტოვებდნენ იმაში ჯარში წავსულად მხოლოდ იმას ესე იგი ფუნქციონერებს და უშრობის თანამშრომლებს დანარჩენი ყველა მიყავდათ ჩვეულებრივად საზაბაძე ხორცად რა ასე რომ ესე იგი არანაირი შეგნებული ბრძოლა ფაშისტთან ქართველებს არ უწარმოებია არანაირად პირიქით იმას ვამბობ რა პირიქით რა აქ იყო ხალხი და არა მარტო აქედან ესე იგი ისინი ვინც ტყვედ ჩავარდნენ და შემდეგ გადავიდნენ გერმანიის მხარეს და იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყო ხალხი ვინც გერმანიის რეალურად განიხილავდა როგორც იმას როგორც განთავისუფლების შესაძლებლობას და როგორც დამოუკიდებლობის კვლავმოპოვებას. ასე რომ ეს ფაქტია, ეს რეალობაა და ეს არის ისტორია. ეხლა ის რომ დაუშვათ ეს არის ამერიკელები არასწორად მოიქცნენ და ძალიან არასწორად მოიქცნენ ესე განსაკუთრებით ან დაპყრობილი იმის მიმართ, შენც ის რა იყო? ესე იგი ტექსელის აჯანყების საფუძველი რა იყო? წინამძღოლში. ტექსელის ისტორია ყველამ იცის, ხო? ესე იგი ისინი იყო ქართველები, ყველამ არ იცის რომ ეს ქართველები რომელიც იყვნენ უკვე გადასულები იყვნენ გერმანიის მხარეზე და ეს იყო ქართული შენაერთები იყო და მათ ეცვათ ეს სვასტიკიანი ფორმები, ჩოხები, თამარის დროშა რაღაცა მაგიტო ქონდათ იარაღი და მაგიტო იყვნენ ხო და რამ გამოიწვია ახლა ეს აჯანყება? აჯანყება გამოიწვია იმან რომ ესე იგი ამერიკელებმა დაიწყეს გავრცელება იმისი პროპაგანდისტული ფურცლებს თქვენ რომ ნუგეშინიათ როგორც კი ესე იგი ჩვენო გავიმარჯვოთ თქვენ ყველას დაგაბრუნებთ საბჭოთა კავშირშიო და გაგიჟდა ეს ხალხი ანუ მათ ფაქტობრივად ყველას ელოდებოდა დახვეთა ამიტომ მათ სხვა გზა არ ქონდათ უბრალოდ რა მათ გადაწყვიტეს რომ ესე იგი აჯანყებულიყვნენ და ამით მაინც ესე გამოეთხოვათ საბჭოთა ხელისუფლებისაგან პატიება თორე ისინი გადასარევგზნობდნენ თავს რა აი ესეთი ვითარება იყო ესე იგი რა თქმა უნდა ძალიან ცუდად მოიქცა ამ შემთხვევაში ამერიკული ესე იგი ამერიკის ჯარის ნაწილები ამ საბჭოთა კავშირის შემადგენელი ერების მიმართ აი დიდი შეცდომები დაუშვეს. მათ რატომ დაუშვეს ეს შეცდომები? ეს კიდევ ცალკე გამოსაკლებია, იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინათ ხო სადღაც 30-იან წლებში ძალიან კარგად იცოდა ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობამ და პოლიტიკამს და იმას ინტელექტუალებმაც რაც წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი და როგორ ყავდა მას ესე იგი დაპყრობილი ესერები. რატო გააკეთეს ეს გაუგებარია და ეს კიდევ ცალკე გამოკვლევას მოიწვია. ფაქტობრივად იცი აი სულ მოყვება რაღაცნაირად შლეიფად ეს რაღაცა გაუგებრობა და ძალიან ნიშანდობლივად მეჩვენება ბენშაპიროს მოდი ესე თქვა ცვლილება რაღაცა განსაკუთრებით გამოჩნდა ზელენსკისთან ინტერვიუს მერე აშკარად გაცილებით უფრო ობიექტურად აფასებს სიტუაციას ვიდრე მანამდე საარჩევნო კამპანიის დროს აკეთებდა ამას მაგრამ აი რაღაცა ესეთი ჩამოყალიბება აი მეგობარი აქტის მიღებაც ესე რაღაცა ჩამოყალიბება ხდება მე მგონი
ხო, იმედი მაქვს, რომ ესე იგი ეს გაგრძელდება და ანუ ეს შეცდომებს, რომელიც აი ფაქტიურად იქიდან უკვე პირველი მსოფლიო ომის დროიდან უკვე ამერიკელები რო უშვებენ ევროპის მიმართ და განსაკუთრებით იმის მიმართ, ხო? განსაკუთრებით აი ამ საბჭოთა კავშირის მიერ დაპრობილიერების მიმართ, ესეთი აღარ იქნება და აღარ გამეორდებიან. საბოლოოდ ეს იქნება რაღაცა შეთანხმება და გარკვეულობა იქნება აი ამ იმაზე, ამ პროცესზე, რომ აიყო ვინ არის ეს ხალხი, როგორ მოხდა იქა, როგორ განთავისუფლდნენ. თუმცა ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ ისევ ამერიკელებს უნდა ვუმადლოდეთ, ესე იგი 18 წელში ჩვენ განთავისუფლებას, იმიტომ რომ რომ არა ამერიკელები და რომ არა პრეზიდენტი ვილსონი ჩვენ ვერანაირ იმას, ესე იგი დამოუკიდებლობას ვერ მოვესწრებოდით ის 3 წელიც კი. ასე რომ ესეც ძალიან ისეთი დასაფასებელია თქო. კი ბატონო, და სწორედ ერთ-ერთი მიზანი, აი ხა ჩავდგან ბოლოში მინდოდა მეთქვა ჩვენი შეკრებისა პრისტონში არის ეს, რომ აი დამოკიდებულება ხედვა რაღაცა გაიწმინდოს რა, აი რაღაცა გადაიფხიკოს ის რაღაცა ჭუჭყი ნალექი რაც არსებობს და რეალობა გამოჩნდეს, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს რეალობა, რაც არ უნდა მომგებიან-წამგებიანზე აღარ არის ჯობია სიმართლე ყოველთვის, ვიდრე აი ეს ჩვენი შეკრებაც პრინსტონში ერთ-ერთი მიზანი არის, რომ ამერიკელებსაც დავანახოთ რა, რას ვფიქრობთ, როგორ ვფიქრობთ, რანაირად არის და ცოტა აეხილოთ თვალი. კარგი, მოდი